მასწავლებელი სასერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში 2026 წელი ამოცანა ნომერი 23. დიაგრამაზე გამოსახულია 4 ხევითი კონტურის კონდენსატორების ტევადობები და კოჭების ინდუქციორობები. რომელი ორ კონტურშია ხევის სიხშირეები ერთმანეთის ტოლიო? აგეთ მოდით ახლა პირველ რიგში ჩვენ შეგვიძლია ახლა ჩავწეროთ ტომპსონის ფორმულა პერიოდისთვის, საზოგადოდ T-უდრის 2π ფესვი LC-ს, ხო? და გამომდინარე იქიდან, რომ პერიოდი და სიხშირე ერთმანეთის შებრუნებული სიდიდეები არის, ნიუსთვის მივიღებთ, რომ ეს არის 1 შეფარდებული ტესთან. ეს ტოლი იქნება 1 შეფარდებული 2π ფესვი LC. ახლა მოდი დავთვალოთ, ნიუ1 რის ტოლი იქნება? ნიუ1 ტოლი იქნება 1 შეფარდებული 2π ფესვი L1-ზე გამრავლებული C1-ზე, ხო? ეს უდრის 1 შეფარდებული 2π ფესვი L1-ზე, რამდენია პირველ კონტურზე ვნახოთ, რამდენია პირდაპირ ელის ტოლია, ეს გამრავლდება. C-ზე C რამდენი გვაქვს? ეს არის რამდენი ერთეული? 1 2 3 4 ერთეული. 4C არის ესე იგი, 4C, კი ბატონო. ეხლა ვნახოთ ნიუ2-ზე რა გამოგვივა, ვნახოთ ნიუ2. ნიუ2 გამოგვივა 1 შეფარდებული 2π ფესვი L2C2-ზე. ეს ტოლი იქნება 1 შეფარდებული 2π ფესვი. ვნახოთ L2-ზე რამდენია? L2-ზე აგერ არის 2 ერთეული, 2 ელია ესე იგი. გამრავლდება კიდე 2C-ზე. 2C-ზე. ხო? ეხლა ეს 2x2 აქ რო გვიწერია არის, აი 4 დავწეროთ შეგვიძლია და ნიუ1-ს და ნიუ2-ს რო შევადარებთ, აი ამ გამოსახულებას და ამ გამოსახულებას. როგორც ხედავთ, ერთმანეთის ტოლი არის. ანუ ნიუ1 სიხშირე პირველ კონტურზე, ტოლი ყოფილა სიხშირის მეორე კონტურზე. ეს კი არის პასუხი A.